დიღმის ოფისთან ჩვენ მიერ 2025 წელს იდენტიფიცირებული დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლევან გოგია გადავიღეთ. ლევან გოგია 2022 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი იყო. გოგია AK ჯგუფის საახალწლო წვეულებაზეც იმყოფებოდა. მსოფლიოს ათობით ქვეყნის მოქალაქეთა თანხების მოტყუებით მითვისების შემდეგ AK ჯგუფი პომპეზურ საახალწლო წვეულებებს მართავდა. ამ წვეულებაზე ლევან გოგიას გარდა იმყოფებოდა დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლაშა ტუღუში. ტუღუშის ავტომობილი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთან არაერთხელ ჰქონდა გადაღებული. თავად ტუღუში კი მაშინ გადავიღეთ, როცა მან ქავთარაძის ოფისში მისულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცა. ლაშა ტუღუში მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისშიც არაერთხელ დავაფიქსირეთ. მაგუფიში რა მინდა სად არის ოფისი? გიგიხსნით, ნავნე შენობა არის და მან მეგობართან ახლობელთან უდივარ ყოველ დღე. შეყვარებული მყავს და ჩვენ გადაღებული ყავხართ თქვენ AK ჯგუფის ქავთარაძის ოფისშიც, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები სტუმრობდნენ ამ ოფისს, თქვენ მაშინ გადაგიღეს. ეს იყო თაღლითური კოლ-ცენტრი, სადაც თქვენ მუშაობდით. AK ჯგუფში არ მუშაობ. დიღმის ოფისთან ჩვენ მიერ 2025 წელს იდენტიფიცირებული დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლევან გოგია გადავიღეთ. ლევან გოგია 2022 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი იყო. გოგია AK ჯგუფის საახალწლო წვეულებაზეც იმყოფებოდა. მსოფლიოს ათობით ქვეყნის მოქალაქეთა თანხების მოტყუებით მითვისების შემდეგ AK ჯგუფი პომპეზურ საახალწლო წვეულებებს მართავდა. ამ წვეულებაზე ლევან გოგიას გარდა იმყოფებოდა დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლაშა ტუღუში. ტუღუშის ავტომობილი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთან არაერთხელ ჰქონდა გადაღებული. თავად ტუღუში კი მაშინ გადავიღეთ, როცა მან ქავთარაძის ოფისში მისულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცა. ლაშა ტუღუში მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისშიც არაერთხელ დავაფიქსირეთ. მაგუფიში რა მინდა სად არის ოფისი? გიგიხსნით, ნავნე შენობა არის და მან მეგობართან ახლობელთან უდივარ ყოველ დღე. შეყვარებული მყავს და ჩვენ გადაღებული ყავხართ თქვენ AK ჯგუფის ქავთარაძის ოფისშიც, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები სტუმრობდნენ ამ ოფისს, თქვენ მაშინ გადაგიღეს. ეს იყო თაღლითური კოლ-ცენტრი, სადაც თქვენ მუშაობდით. AK ჯგუფში არ მუშაობ.